ჩამოვედი სოფელ სორტაში, სენაკის რაიონში. ეს არის მურმანჯინორიას სოფელი. მე ჩამოვედი ჩემს პედაგოგთან, უდიდეს არტისტთან და ხატრული კითხვის ოსტატთან. ნახოთ თუ რას მოგვიყვება ის დეტექტორის გარეშე. ბატონო მურმან, მთელი ზაფხული ხართ ამ სოფელში. აქ გაიზარდა მამა ჩემი და ჩემი წინაპრების ის არის, აი ეს. ეხლა ჩემი ძმა და მე ვართ, გვერდიგვერდ. მაგრამ ბავშვობაში ზაფხულში სულ აქ ვატარებდი. ჩემი მშობლები ცდილობდნენ ხანსურამში, ბორჯომში, რაღაცა მაინც არაფერი შევერგო, მარტო სიმაღლეში წავედი და აი ეს აუცილებელია დასავლეთის ხალხისთვისო და მე კიდევ გიждდებოდი ბიჭო, ოღონდ აქ მოვსულიყავი, აქ ტეხურია, თევზაობა, ბანაობა, ფეხბურთის თამაში. აქ ცოცხლობდი რა. აქ ისეთი კარგი გარემოა მაია, რომ ფიქრობ თქვენ და მურმანს ნამდვილად პატარა სამოთხე გაქვთ გაკეთებული. გითხარით, როგორ ცხოვრობთ ხოლმე ერთად ზაფხულში? იცი რა გიორგი, ეს სამოთხე მე დამხვდა აქ. მე რო პირველად აქ ჩამოვედი, აი სრული შოკი მქონდა, იმიტომ რომ სამეგრელოს ეს მხარე არ ვიცოდი და ისტორიულად შენ იცი რა არის კოლხეთის დაბლობი, ნოქალაქები, ძველი სენაკი, ეს არის მისტიური ადგილი. როგორია თქვენი ოჯახი? არაჩვეულებრივი ქალიშვილი ყავთ ნინა. მე მახსოვს ნინას დაბადების პერიოდი, მაშინ ვიყავი სტუდენტი. ეხლა ჩვენ ვიცით მურმანი ყოველთვის პოეზიაზე საუბრობს და პროფესიაზე. ანუ საჯაროდ ის სხვა რამეზე არ ლაპარაკობს. აი სახში როგორია? რა თქმა უნდა, რაღაცა გარკვეულ პუნქტებში ვართ ტრადიციული ოჯახი, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვართ კომპანიონები. ანუ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მეუღლეობა. ო, იცი, აი რაღაცა ეს მეუღლეობა ჩვენ ორ შორის რაღაცა არ არის აი ის რომ თქვენ ხართ ექიმი და ესეთი დიდებული ოჯახიდან ხართ. მურმანისთვისაც ეს ალბათ ცხოვრებაში ძალიან დიდი გვერდიდგომა იქნებოდა პროფესიულს გულისხმობ, როგორც ექიმი. ალბათ ერთ-ერთი ფუნქცია, ასე ვთქვათ, ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად მძღოლი, მდივანი, თანაშემწე და აღარ ვიტყვი სხვა მომენტებს, ასევე პირადი ექიმი. 90-იანებში დაქორწინდით? 95 წლის 31 დეკემბერს. და ერთხელ მე გოჩა კაპანაძე, ჩემი ბავშვობის დროინდელი ახლობელი ადამიანია და მას ჰქონდა რეპეტიციები მურმანთან და ბოლომდე მიხვდა რა სირთულეა მურმანი და მითხრა რომ ძალიან დიდი მედალი გეკუთვნის და მე ვუთხარი რომ არაერთი, სამი მეგრელი, ასაკოვანი და არტისტი. მართლაც რომ გეკუთვნით მედალი, ულამაზესი ოჯახი გყავთ, ულამაზესი გარემოა თქვენთან სოფელში, თბილისშიც და აქაც და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიმასპინძლებთ. ეს ხო ჩემია რა, ჩემი მშობლიურია რა ვიცი კიდე. სახლი ააშენეთ? სახლი ააშენეთ. თქვენი ძმის სახლია, ძირითადი იყო ალბათ? ის დავიწყეთ ჯერ ის გავაკეთეთ და მერე ეს გავაკეთეთ. პირველად ვიყავი 17-18 წლის, როცა თქვენ გაგიცანით, ეს იყო ეკლესიაში. გალობდით და ბატონმა მურმანმა ყურადღება მომაქცია და რომ ვუთხარი რომ თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, ბატონი მურმანის ამაგს მე ძალიან ხშირად ვიმეორებ ხოლმე და არ მინდა რომ შეგაწუხოთ, სულ მადლობებით, მაგრამ დიდი მადლობა თქვენ. გაიხარე რამე თუ გავიგე. რომ ამ პროფესიაში, სამსახიობო პროფესიაში თქვენ არ ყოფილიყავით, მე შეიძლება არ ვიცი შემებიჯებინა, მაგრამ იმას ვერ გავიგებდი და ვერ მივიღებდი, რაც თქვენგან ვისწავლეთ. თქვენს ხელოვნებაში ეს ინდივიდუალიზმი ყოველთვის გქონდათ თუ როდის იპოვეთ თქვენი თავი? პირველად როდის მიხვდით, რომ ნაპოვნი გაქვთ თქვენი თავი? ინდივიდუალური მურმანჯინორია თავისი პლასტიკით, თავისი სამსახიობო ხასიათით, რომელიც ვფიქრობ, არ ვიცი, ჰოლივუდში რო იყოთ, ალბათ ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული არტისტი იქნებოდი მსოფლიო მასშტაბით. იცი რა, მე რო ჩემ ხალხს ვახარებ, თუ ვახარებ და ვგონია რომ ვახარებ, შემიძლია თქვა უკვე წლოვანება ამის საშუალებას მაძლევს და უზიარებ ჩემ გულის ნადევს, ვერცეთ ქვეყანაში ასე ვერ გაიგებ. მე რახან დავივადი საქართველოში, ჩვენ რახანს. ესე იგი ეს
მიწა გაძლევს შენ კიდევ დამატებით გამორჩეულ ნიუანს, რომელიც გამოარჩევს ამერიკელისგან, ინგლისელისგან, ფრანგისგან და ასე შემდეგ. ესე იგი, მე რახან აქ დავიბადე, ესე იგი ვალდებული ვარ, რომ აი აქ რასაც ავიღებ, ესე გაუზიარო ჩემს მაყურებელს. მე ვიცი, რომ სწავლობდით ქიმიის ფაკულტეტზე. კი, მე პოლიტექნიკური დავამთავრე, მაგრამ არტისტობას უვინდოდა. დავდიოდი პიონერთა სასახლე ერქვა მაშინ. იქ 1-3-4 როლი ვითამაშე. მერე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იქაც ვითამაშე და მერე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, მაშინ ასე ერქვა და მიშა თუმანიშვილმა გამოგარჩიათ ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა თავიდანვე. ხო რა, ალბათ, იმიტომ რომ პირველივე კურსზე ბატონი მიშა იყო ტელეთეატრის საوارი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და პირველივე კურსზე ვითამაშე იყო ასეთი სატელევიზიო დადგმა გზა ჯვარედინს. და პირველივე კურსიდანვე მაყურებელმა გამიცნო, მიმიღო და ეხლა ისეთი დიდებული მსახიობები თამაშობდნენ ეროსი მანჯგალაძე, გუგი გეგეჭკორი, კარლოს აკანდელიძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე, რა ვიცი, ბევრი და ეს იყო აი მანდ მივხვდი რა არის სამსახიობო ხელოვნებაში როლის პერსპექტივა. მურმან ჯინორია განსხვავებული ყველასგან გამორჩეული არტისტი. აი როდის მიხვდით ამ ინდივიდუალიზმის როგორ თქვა რა, აი რომ ეს მე მაქვს და სხვას არ აქვს. აი სწორედ ინსტიტუტის დროს თქვი რომ ნეტა ისეთი მსახიობი გამომიყვანა, რომ უყურებდი ახლა დიდებულ მსახიობებს, რომ მეც ვიყო ესეთი გამორჩეული. გამორჩეული რა არის? რომ რაღაცა ცოტა სხვანაირად აკეთებ, ცოტა სხვანაირად უდგები როლის გახსნას. მერე შემდეგ პოეზია შემოვიდა, პოეზია როგორ დაამუშაო, როგორ თქვა. თავარი არის ინდივიდუალობა. და მივხვდი რომ შენ უნდა იყო ისეთი რომ რეჟისორს უნდა ჭირდებოდა. მაგრამ იყო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მე მგონი რეჟისორი აღარ გჭირდებოდათ. აი იმ პერიოდს გულისხმობ ერთი მსახიობის თეატრში ქონდათ გაკეთებული მონოსპექტაკლები. კი. თქვენით დადგმული მონოსპექტაკლები. ჰამლეტი მაგალითად. ხო, კი ბატონო. ეს იყო საოცარი ინტერპრეტაცია შექსპირის ჰამლეტის, სადაც მარტო თამაშობდით, მახსოვს, კვერცხი, დიდი კვერცხი ხდებოდა, იწყებოდა სპექტაკლი და ამოდიოდით ხელებით და აი იქ იწყებოდა უკვე რაღაც საოცარი. მასხარის ეს კონკრეტ. მასხარის ქუდი. და ვიღებ. ჩემი ტერპი სამსახიობო ხელოვნებაში არის ორი. ბავშვობიდან აი ეს გიორგი შავგულიძე და სერგო ზაქარიაძე. სერგო ზაქარიაძე ჩემთვის არის ეტალონი სამსახიობო ხელოვნების საქართველოში. ერთ მაგალითს გეტყვი. აი არის ესეთი სურათი სიკოდოლიზის დღე პირველი დღე უკანასკნელი. და იქ არის ერთი სცენა ესეთი. რომ ბელა მერიანაშვილი როიალთან ზის და მღერის ინოლა გურგულიას სიმღერა, ცნობილი სიმღერა. ხო და სერგო ზაქარიაძე უსმენს. ეხლა სამი მსხვილი ხედია. ასე დგას, სიგარეტი უჭირავს. და შენ ხედავ, ხო არაფერს არ ამბობ. მის ახალგაზრდობას, მეც ხო ვიყავი ახალგაზრდა. ეხლა კარგი ახალგაზრდა. არაფერი, გაჩერებული ახლა მე კიდე თავს ვახნ. აი ეს. ცოტა ღიმილიტა. მეორე სცენარი, როდესაც ასე ამ სცენაში, ამ სიმღერის დროს. რა ყოფილა სივერე, რა დრო გავიდა, აი ესენი იკითხება. და მესამე მსხვილი ხედი არის სათვალებო უკეთია სულ. და მელოლული აქვს თვალები. სიბერი. რო აი სიმღერას ისვეს რაღაც მოდუნდა და მიეძინა სამ.
აი ეს არის აკრესია და ეს თავისი ამ სამი ხედით გეუბნება მთელ ცხოვრებას. აი ეს არის რომ galактიული სხვანაირად ამბობს ლექს. ტრენტი სხვა, მუხრანი სხვა, ბარათაშვილის სხვა. მაგრამ ყველა უნდა იყოს ემოციური. აი ამ სამყაროში ცხოვრობ თქვენ. ხო და ეს სამყაროში მოაქციეთ ეს 100 ლექსი და ამდენი პოეტი, განსხვავებული ერთმანეთის. სხვადასხვანაირად, სხვადასხვა რიტმი აქვს, სხვადასხვა მელოდია აქვს. კარგი რამა ხარ. ჩემო ქვეყანა. ლამაზად მორთულ და უყაზრული. მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ. იმდენად უფრო მიკვდება გული. ეხლა უფრო მიკვდება გული ცოტა კახურად ვთქვი, ხო? რომ ილია ჭავჭავაძეს მე ხო არ ვიცი როგორ ლაპარაკობდა, რა ხმა ჰქონდა, აკაკის ჩაწერილია. ილიას, მაგრამ ხო კახელი იყო მეთქი. ეხლა მე ფანტაზიორობ ამ დროს, მაგრამ აი ამ შენ წარმოსახვაში და ფანტაზიაში იღებ უდიდეს მედიტაციას იმისას, რომ გადადიხარ. ვერაფრით ვერ გაშიფრავ ისე კარგად ფრაზას, როლს, როცა შენ აი აქ ზიხარ აივანს. სიჩუმეა. ის სიამოვნებს, მით უმეტეს ღამეს 5 წუთში ერთხელ რო გაივლის მანქანა და გამეხარდება და თან იმაზე ვფიქრობ, როგორ ვთქვა, ეხლა ეს ფრაზა ხო? ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება, სიო სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება. თბილისში ასე კარგად ვერ გაიგება. ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობთ ხოლმე პოეტებს გულისხმობ. გალაქტიოდ. აი როგორი ხარ ცხოვრებაში, ყოფით ცხოვრებაში როგორი ხარ? ფინთი. ყველას გონია რომ აი მხოლოდ ამ სამყაროში ხარ და იმის იქით მურმანი ვინმე მიცის როგორია? აგერ სახლი ავაშენებოთ. ეკლესიაც ააშენ. ფეთი რა გავაკეთე. ტაძარი აგერ ააშენ. ეზო კარი. ხოლო ეს ღმერთისნებით ესეც შევაძლებინა. აი რამდენ წელს აშენებდით ტაძარს და რატომ? აი ზუსტად ვიცი 2003-ში დავიწყე, 2009-ში დავამთავრე და 7 წელი მოვიდა. 7 წელი აშენებდით ტაძარს თქვენი სახსრებით. ხო იცი რა. ერთი მთავარია რომ ჩაგიჯდეს. ღმერთმა უნდა მოგცეს ნება. პატრიარქმა რა გითხრათ რომ პატრიარქთან რომ მივედი რომ ესე ტაძრის აშენება მინდა მეთქი თქვენო უწმინდესო. ჯანმრთელობით როგორ ახართ? მე 7 წელს რო ამთავრედი ეკლესიას. აი ჩემი სახლი და ხო 3 ეზოა და მე არის ისა. აი ასე ღობე მივდიოდი იმდენად გამომეცალა ძალა. აი ეთყობა რაღაც ძალები მოქმედებენ შენზე რომ გამოგაცალონ რომ არ გაგაკეთებინო. აი მაშინ გავიგე პატრიარქმა რატო ვითხრა ეს ჯანმრთელობით როგორ ახარ. მე მინდა გითხრა რომ აი ეს ადგილი ხო ძალიან კარგი ხალხი მოსულა. ანუ საინტერესო ისტორიები აქვს ამ ეზოს. ეროსი, გოგი გეგეჭკორი. გამოვიდა ჯემალ ღაღანიძეც არის ნაიქვ. ხო და გამოვიდა ჯემალი და ბიჭო ორი კაი ქართველიაო და შენთანო დინარე რო არის ტეხურიო და რაღაცა თევზაობა უნდათ. და წაიყვანო, კი მე უთხარი ბატონო ჯემალ რა არის. და ეხლავეო და დაუძახა. და გამოვიდა სლავა მეტრეველი და მიშა მესხი. ოჰო. ახლა რა დამემართებოდა 86 წელია. მაშინ ეს ხეები აქეთ არიდგა ეს. და ესე აქ ფეხბურთი ითამაშა. ხო, ვერ გადაიჭრა. აი აქ მიხეილ მესხმა ფეხი დაადგა და ფეხბურთი ითამაშა და სლავა მეტრეველი.
ოჯახში როგორი ხარ? როგორი მეუღლე ხართ და როგორი მამა? ამაზეც ფინთი გითხარი. აი ფინთი რას ნიშნავს? ფინთი ძნელი ასატანი, საერთოდ ხელოვანი კაცი არ არის ადვილი ასატანი. მაგრამ ყურადღებიანი ვარ ნამდვილად. ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი მინდა ვთქვა და მიხვდები ახლა რატო აქ. ვამბობ ახლა აქ ორი ფრაზაა ისეთი სამეგრელოს რომ მოუხდება. პატარა ლია, პატარა ჯვარი, ენგური მთები და მთების ექო. შენახარ ჩემი ნათელი ჯვარი, გურს, გენია მომტებულს, ვაშე ბრალენკო, დამომული შენი თვალით და თმებით, ხელებ გაწმდილი დავეძებ მარტვილს დავყვირი მთებში, დათოვლილ მთებში სადვიხვალ ცირა, მემტოვებ მარტო და ფოთლებივით თრთოლვარე თითებს და თითებივით თრთოლვარე ტუჩებს გრძნობ ჰაერებით და ვეღარ ვითვენ თითქო ქვეყანა შემოდის სულში ჩემო თოლიგე და ჩემო ცირა გთხოვ ნუ დამაგდებ ამ მთებში მარტო გრძნობ და მიჯდება ეს ღამე ძვირად ვერ გავექცევი შენს კოლხელ პატრონს პატარა ლია პატარა ჯვარი ენგური მთები და მთების ექო შენახარ ჩემი ნათელი ჯვარი გურს გენია მომტებულს ვაშე ბრალენკო თქვენ გიფიქრიათ იმაზე რომ მოდი თქვათ ასაკი მომემატა ისე შეიძლება ვერ მოძრაობ და არ ვითამაშებ სპექტაკლებს თქვათ ვერ გავძლებ ვერა ხო ვერა აი ვეუბნები რომ ოღონ ღმერთს ვეუბნები რომ ოღონ იქამდე მიმიყვანეთ რომ სკამზე დავждე იქა და ჯერ ეს მუშაობს და მინდა რომ ის გულის ნადები როგორ არ უნდა უთხრა ეს მადლობა ინტერვიუსთვის გაიხარე გიორგი მადლობა რომ მიგვიღეთ თქვენს ეზოში რაც გასწავლე ახალგაზრდობაში გამოგადგა თავარი ეს არის კი ძალიან გაიხარე გაზაფხულის საღამოა შვიდი ხიდა ხეზე გადაფრინდა